მე ახლა ხელში სრულიად უნიკალური ხელნაწერი დღიური მიჭირავს. ეს ბატონი ირაკლი აბაშიძის პირადი ჩანაწერებია, პალესტინური დღიური. ეს დღიური იწერებოდა პალესტინაში 1960 წელს. დღეს ჩვენ სრულიად უნიკალური ამბავი უნდა მოგითხროთ. 1960 წელს პირველი ქართული ექსპედიცია პალესტინაში გაემგზავრა. მათ შოთა რუსთაველის პორტრეტი უნდა ეპოვათ. დღეს ჩვენ ამ ამბავს ბატონი ირაკლის ვაჟი ზურაბ აბაშიძე მოგვითხრობს. ჩვენ გადავწყვეტებთ თავდგომოდით რუსთაველის დაკვალებს გზას პალესტინისკენ, სადაც იერუსალიმის ძველ ქართულ ჯვარის მონასტერში ჩვენი დიდი წინაპრის შოთა რუსთაველის უკანასკნელი თავშესაფარი გვეგულებოდა. ბატონო ზურაბ, დღეს უნდა მოგვიყვეთ ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც ახალგაზრდებმა ალბათ ნაკლებად იციან, ძველგაზრდებმაც შეიძლება მიივიწყეს, თუმცა ეს იყო საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ეს იყო 1960 წელს ბატონი ირაკლი აბაშიძის ექსპედიცია პალესტინაში, ხელში ხმე პალესტინური დღიურის დედანი მიჭირავს და დავიწყოთ იცით რითი ამბის თხრობა. ეს არის 1960 წელი, საბჭოთა კავშირი. ისრაელის სახელმწიფო არის სულ ახალი შექმნილი, სადღაც 12-ოდე წლის და დღიურის მიხედვითაც და ისედაც ვიცით, რომ ჯერ იერუსალიმი ძველი ქალაქი არის იორდანიის სამეფოსი, ბატონი ირაკლი კარგად აღწერს, რომ ნაომარი ტანკებიც კი გზად აყენია როგორც მუზეუმში, ისევ და ძალიან რთულ ვითარებაში მიემგზავრებიან წმინდა მიწაზე. მოდი ორი სიტყვით ვთქვათ, რა ურთიერთობა იყო მაშინ, რომ სურათი უკეთესად დავინახოთ, საბჭოთა კავშირსა და ისრაელს შორის იმ პერიოდში, ხრუშჩოვის პერიოდია ეს. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ასეთი განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის. ესე იგი, თქვენ კითხვაზე ეს უპასუხებდი, რომ ამ ექსპედიციას, რომელსაც სამეცნიერო ექსპედიცია შეერქვა, სამეცნიერო ექსპედიციაც იყო, რა თქმა უნდა, რეალურად გაცილებით მეტი დატვირთვა ჰქონდა მაშინაც და შემდგომ პერიოდშიც აღმოჩნდა, რომ ეს ნამდვილი, ასე ვთქვათ, მოვლენა გახდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, განსაკუთრებით იმ ეპოქისთვის ეს იყო მართლაც გამორჩეული მოვლენა. ამას ჰქონდა შიდა პოლიტიკური კონტექსტი და საერთაშორისო კონტექსტი. ხა საერთაშორისო რას თქვენ ბრძანეთ? ისრაელთან საბჭოთა კავშირს ჰქონდა ცუდი ურთიერთობა სუეცის კრიზისის შემდეგ 1956 წელს ოქტომბერს იქ დიდი კრიზისი განვითარდა ახლო აღმოსავლეთში და მაშინ საბჭოთა კავშირი საერთოდ ბირთვული ნიკიტა ხრუშჩოვი ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა ისრაელს. მასთან ამ კრიზისის შემდეგ საბჭოთა კავშირის დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია, მაგრამ ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და გაფუჭდა ურთიერთობები. ასე რომ იქ წასვლა და იქ აი ამ ექსპედიციის ორგანიზება ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. როდესაც მამაჩემმა ვასილ მჟავანაძეს გააცნო ეს იდეა და აუხსნა თუ რა საჭიროა, რა არის, ასე ვთქვათ, იქ რა მოლოდინებია. მოდით ესეთ დავსად კითხვა. სიტუაცია დაახლოებით პოლიტიკური ვახსენეთ. პრაქტიკულად ბოლო ადამიანი, ვინც ქართველი, ვინც იქ ჩავიდა და რამე აღწერა, იყო ალექსანდრე ცაგარელი, რომელიც რუსეთის საიმპერატორო კარისთვის დიდი მოხსენება დაწერა. შემდეგ არის დიდი პაუზა, მერე არის ომი, თავდება ომი, სიტუაცია იცვლება და დავიწყოთ აქედან. საიდან ჩნდება აი ეს იდეა, რომ მივდივართ პალესტინაში რუსთაველის ფრესკის საწეპნელად? თქვენ როგორ ბრძანეთ, ცნობილი იყო ეს ამის შესახებ, რომ ეს ფრესკა არსებობდა, ცაგარელი, მანამდე ჩემო ბატონო სხვათა აღწერილობების მიხედვითაც არსებობდა ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ტიმოთე გაბაშვილსაც ჰქონდა, ეს ნიკოლოზ ჩუბინაშვილსაც ჰქონდა ამის შესახებ, ასე ვთქვათ, გადმოცემით, მაგრამ ეხლა იმ ვითარებაში სად იყო ეს ფრესკა და რა ბედი ეწია მას?
ამის შესახებ ცნობა არ არსებობდა და რაც თავარია ფოტო არ არსებობდა ამ ფრესკის. მაგრამ ხო არ იყო ამ ყველაფრის საფუძველი იცი პოლიტიკურიც და სხვანაირი ნათქვამია ის გარემოება რომ საბჭოთა კავშირში რაღაცა ქართველების ნიშნულობა ცოტა წინა აი მოგახსენებთ ამის შესახებ. ჩვენ საერთაშორისო კონტექსტში შევეხეთ. დიახ. საერთაშორისო კონტექსტი საბჭოთა კავშირსა და ისრაელს შორის ურთიერთობები ცუდია, გაბუჭებულია, მაგრამ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები არსებობს, დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს. იქ წასასვლელად, ესე იგი, ამ ვითარებაში როგორ გინდა ახლა, მაშინ სად იყო უცხოეთში წასვლა, იყო დაკავშირებული უდიდეს სირთულეებთან. ახლა ახალგაზრდებს რო უყვებით ჩვენ როგორ მივდიოდით უცხოეთში ვერც იგებენ რა, ასე ვთქვათ, ბიუროკრატიულ იმასთან იყო ეს დაკავშირებული პროცედურებთან. განსაკუთრებით ისრაელში 1960 წელს საბჭოთა კავშირი ჯერ კიდე არის სრულად ჩაკეტილი სახელმწიფო, სტალინი 7 წლის წინ გარდაცვლილია და კი არის დათბობა დაიწყო ხრუშჩოვის დროს, აი ეს დათბობის სახელით შევიდა ხრუშჩოვის პერიოდი ზოგადად ისტორიაში, გარკვეულწილად ეს მართლაც ესე იყო, ოდნავ რაღაცა სარკმელი გამოაღეს დასავლეთთან, დაიწყო პირველი რაღაც ტურისტული გასვლები საბჭოთა კავშირში ტურისტები ჩამოწმდნენ, მაგრამ ეს იყო ძალიან მიზერული. ამ დროს ესე იგი საბჭოთა კავშირიდან უცხოეთში ვიღაცას ისრაელში უნდა ვიღაცას წასვლა, თანაც ექსპედიცია. ამას ესე იგი ადგილობრივი ხელისუფლება ვერანაირად ვერ გადაწყვეტდა და ვერ გააკეთებდა ამას, თუ არ ეკნებოდა მოსკოვის თანხმობა. ყველაფერს ავირო დავანებოდ პოლიტიკური დიდი უმაღლეს დონეზე გადაწყვეტილების გარდა ამას ფული ჭირდებოდა, ვალიუტა, ეგრეთ წოდებული, ხო? ამიტომ, როდესაც ბატონ ვასიმ ჟავანაძეს გააცნო ეს იდეა მამაჩემა, მოუყვა ისტორია თუ გადმოცემით, ასე ვთქვათ, რა მოცემულობა, მან თქვა, რომ მე ირაკლი შენ მხარს დაგიჯერ ყველანაირად, მაგრამ იმისათვის, რათა მოსკოვის ხელმძღვანელობა მოსკოვში დავარწმუნოთ ამ ექსპედიციის აუცილებლობაში, რაღაც სარჩული მჭირდება, მე პოლიტიკური, მარტო ის, რომ ჩვენ რუსთაველის ფრესკას ვეძებთ, ნუ ახლა იქ არა ერთი სურათის გადასაღებად არავინ. ერთი სურათის გადასაღებად რაში აინტერესებთ ახლა. თანაც ახლა ის პერიოდია, როდესაც საქართველოს როგორც თქვენ ბრძანეთ, ისე უყურებენ ძალიან ხრუშჩოვის პოზიციის და გამო საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არის სტალინის სამშობლო. ხრუშჩოვმა რამდენჯერმე გააკეთა ძალიან მწვავე განცხადება და ეს იყო გზავნილი თელი საბჭოთა ნომენკლატურისთვის, რომ საქართველო რაღაცა, ასე ვთქვათ, აპალაშია, მაშინდელი ტერმინი რო ვეხმაროთ. ამიტომ 1956 წლის მარტის მოვლენები, 9 მარტის სისხლიანი მოვლენები, აი აქედან ჯერ ჩვენი საზოგადოება გამოსული არ არის უაღრესად ტრაუმირებული, უაღრესად იმედგაცრუებული საზოგადოება, საერთოდ ვერ გაიგეს ბევრმა თუ რა ხდება ჩვენს თავს, ესე იგი რატო დაგვატყდა ჩვენ რისხვა სტალინის და გამო. აი ამ ვითარებაში ახლა როგორ გინდა დაარწმუნო შენ, რომ კიდე რაღაცა ეროვნული პროექტი, რომელიც ცოტა რაღაც ნაციონალისტურადაც შეიძლება, ასე ვთქვათ, ვიღაცა მონათლოს მოსკოვში. ყოველ შემთხვევაში, იმის თქმა ყოველთვის ურჩევნიათ, რომ აი დაგვანებეთ თავი კაცო, რა დროს იერუსალიმი და რა დროს ისრაელში ახლა ექსპედიციებია. ამიტომ ესეთი სარჩული მოუძებნა, ასე ვთქვათ, ეს ნამდვილად მამაჩემის ის არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ხრიკი. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ისრაელთან ხო ცუდი ურთიერთობა აქვს საბჭოთა კავშირთან, მაგრამ კიდევ უარესი ურთიერთობა აქვს კომუნისტურ ჩინეთთან. მაო ძედუნთან ხრუშჩოვს ძალიან დაუმზივდა პირადი ურთიერთობები და ეს ურთიერთობა, ამის უკან გეოპოლიტიკური სარჩული იყო, მიზეზები და ასე შემდეგ, ძალიან დაიძაბა ორ დიდ კომუნისტურ გიგანტს შორის ურთიერთობები, საბჭოთა კავშირსა და კომუნისტურ მაო ძედუნის ჩინეთს შორის. ეს ის პერიოდია, როდესაც მაო ძედუნი ებრძვის დიდ კონფუციის, რომელიც აგერ 2000 წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ თავისი საკუთარი იდეოლოგიის დასამკვიდრებლად მაო ძედუნს, ნახეთ რამდენი რეები ატრიალებს თურმე ამის უკან. ამ პატარა ექსპედიცია რამდენი ამ პატარა ბლოკნოტში ჩაწერილი ამბის უკან. ხარტებში უნდა გაძვრეს წარმოიდგინე. აი ამ პატარა ბლოკნოტში. მაო ძედუნი ცდილობს
კონფუციის გვერდზე გაწევას, რომელიც საყრდენია, ასე ვთქვათ, ზოგადად ჩინური საზოგადოებისა, მისი ფილოსოფია, მისი მსოფლმხედველობა, იმისათვის, რათა საკუთარი იდეოლოგია დაიმკვიდროს. ამისათვის გვერდზე უნდა ჩააჩოჩოს კონფუცი და ებრძვის, ესე იგი, ჩინური კომუნისტური პროპაგანდა, კონფუციის როგორც ფეოდალური აზროვნების და ფილოსოფიის მატარებელს და ასე შემდეგ და მოკლედ რომ ვთქვათ, ასე ვთქვათ, აი გზავნილი მოსკოვისთვის ესეთია. როდესაც ჩინელი რევიზიონისტები ებრძვიან თავიანთ დიდ წინაპრებს და წინაპარს კონფუციის, აი საბჭოთა ხელისუფლება როგორ ზრუნავს ჩვენ დიდ წინაპრებზე და სამეცნიერო ექსპედიციასაც კი აგზავნის, რომ მოიძიოს თუნდაც ერთი ვასილ მჟავანაძემ, რომელიც გამოცდილი პოლიტიკოსი იყო და პატრიოტი კაცი, თქვა, რომ ირაკლი ზუსტად ის არის, რაც ჭირდებოდა. გაიგზავნა აქედან წერილი პოლიტბიუროში და ელიან პასუხს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ესე იგი, გადის დრო, პასუხი არ მოდის. ამის შემდეგ დადგა, ასე ვთქვათ, დიღის წესრიგში საჭიროება, რომ რამენერად მამაჩემი უნდა შეახვედრონ ხრუშჩოვს პირადად. ხრუშჩოვი ზაფხულობით თავის აგარაკზე, თავის დაჩაზე, ასე ვთქვათ, ესადრიყო. მოსკოვთან ახლოს, პადმასკოვიერი, ასე ვთქვათ, აწყობდა რამდენიმე 2-3 წლის განმავლობაში შეხვედრებს ინტელიგენციასთან. უნდა ასე ვთქვათ, მოეთაფლა ინტელიგენცია, როგორც ყველას და აი ამ ერთ-ერთ ასე ვთქვათ, მიღებაზე მჟავანაძემ მოახერხა ის, რომ წაიყვანა მამაჩემი და ამ დიდ სუფრაზე, რომელსაც ესწრებოდა თელი საბჭოთა ხელმძღვანელობა, თელი საბჭოთა ინტელიგენციის და კულტურული, ასე ვთქვათ, კულტურის სფეროს ელიტა მიეცა მამაჩემს საშუალება, რომ ხრუშჩოვისთვის სადღეგრძელო ეთქვა, იმ სადღეგრძელოთი, ასე ვთქვათ, გამოიჩინა თავი და ნუ ეთქვა მოახერხა ამის კარგად გაკეთება, იმდენად რომ ხრუშჩოვს უკითხავს, რომ ეს კაცი ვინ არისო მჟავანაძისთვის და მას უთქვამს, რომ ესა და ეს პიროვნება და თქვენთან რაღაც საქმეს აქვს, გამოვიდნენ გვერდზე. რაღაც უნდა ჩაგეკითხოთ. მან ცოტა კურიოზული ამბავიც იყო, როგორც მე ვიცი, იმიტომ რომ მამა თქვენი დიდად არ სვამდა მე მგონი, როგორც ვიცი და იქ რაღაცა დიდი დასეძახნენად ვაზებს რო ეძახდნენ. მაგრამ რუსთაველის გამო ხილით სავსე ვაზა იყო, თავიდანვე შევათვალიერეო, ეხა როგორ გინდა ისეთი სადღეგრძელო თქვა, რომ ნუ რაღაცა გამოირჩეოდეს აი ასე ვთქვათ ამ ვითარებაში და ესე რო თქვესო, რომ ეხა აი ირაკლი აბაშიძე იტყვის სადღეგრძელოს, ვითომ ეს ჩემთვის მოულოდნელობა იყო, ჩამოყარა ეს ხილი და გავავსე ღვინო და იმდენი ღვინო ჩავიდაო აი ამ ვაზაში, რომ ლოცულობდი, რომ ოღონ გული არ გამისყდეს ეხლა და ბოლომდე დავლია და ნუ ამას მოყვა რაღაც ასე ვთქვათ რეაქცია, ასეთი რაღაცა სიცილი. ეს რატო გავიხსენე იცით ეს დეტალი? აი ეს არ არის უბრალოდ დეტალი, რომ მინდა მაყურებელმაც იცოდეს, რომ ხშირად ბევრი მნიშვნელოვანი ამბები, აი ეროვნული მნიშვნელობის, საერთოდ ადამიანებს უწევთ ძალიან ბევრი შრომა, ბევრი წვალება, ბევრი მოფიქრება, ბევრი რთული გზის გავლა, რომ გაკეთდეს მერე ის, რაც უნდა გაკეთდეს. რა მოხდა შენეთ ხრუშჩოვმა გაიგო? ნუ ეს იყო მაშინ დიპლომატია შეიძლება დავარქვათ, ეს მაშინ ასეთი იყო, ასე ვთქვათ, რეალობა და ნუ ასე რა უნდა მოდაგენახა გზები. კი, მაგას ვამბობ. აი ამ მართულ ხლართებში უნდა გამძვრალიყავი რაღაცნაირად. თუ გინდოდა საქმე გაგეკეთებია, რაღაცა ნაბიჯები უნდა გადაგედგა. და ამის შემდეგ მოხდა ეს გასაუბრები იქვე გვერდზე, რაღაც ცოტა გვერდზე, ასე ვთქვათ, დადგნენ მჟავანაძე, ხრუშჩოვი და მამაჩემმა, აი იმას რა ქვია, ხრუშჩოვს აუხსნა თუ რაზეა საუბარი და იქვე მან დაუძახა ასე ვთქვათ, მაღალ ჩინოსანს CKKPSS-დან უცხოეთის განყოფილების გამგე და უთხრა, რომ ეს საქმე უნდა გაკეთდეს, ასე რომ უმაღლეს დონეზე, ასე ვთქვათ, ამას მიეცა მწვანე შუქი, ხო? და რამდენ ხანში წავიდნენ აი ამ რამდენიმე თვე დაჭირდა ამას. აგარაკის ისტორიით, რამდენიმე თვე დაჭირდა. თქვენ გახსოვთ ეგ ამბავი? რამდენი წლის იყო? მე ვიყავი მაშინ 8-9 წლის, ამიტომ ეს კარგად არ მახსოვს, მაგრამ აი ეს რაღაცა მამა რომ მიდიოდა გახსოვთ? კი, მახსოვს ეს კარგად.
ასე რომ დაიძრა ეს ამბავი, მაშინ დელეგაცია უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. ხა მაგ მაგრამ შეამცირეს მოსკოვში თუ ეს ამხელა საჭირო არ არის. და მიდიან ვინ და ვინ. ხო, მიდიან გიორგი აკაკე შანიძე, გიორგი წერეთელი და ხელმძღვანელი ირაკლი აბაში და რადგან ბევრს ხუმრობდნენ და აკაკე შანიძეს ხუმრობებიც არის აი ამ დღეებში. ჩვენს პრინციპულ ხელმძღვანელს ვთხოვ რომ რაღაცას, იუმორით რა თქმა უნდა. აი რომ ჩამოვიდნენ ამას რამდენიმე თვე დაჭირდა და აი დელეგაცია ოქტომბრის ბოლოს გაემგზავრა მოსკოვი, რა თქმა უნდა, თბილისიდან სად იყო მაშინ პირდაპირ რეისები, მოსკოვიდან ჯერ ჩაფრინდა ვენაში, ვენიდან უკვე აი გადაფრინდნენ თელ-ავივში და თელ-ავივიდან აღმოჩნდნენ იერუსალიმში და ეს ასე ვთქვათ, ერთ სირთულესთან იყო კიდე დაკავშირებული. მახსოვს ჩვენთან სახლში ვახშამი იყო და აი ეს სამეული ესწრებოდა ჩვენთან სტუმრად იყვნენ ბატონი აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი და აკაკი შანიძისთვის პირველი თვითმფრინავში არ მჯდარა. როგორც ასე ვთქვათ, მე მახსოვს ეშინოდა თვითმფრინავთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა ჰქონდა და ეს მახსოვს მამა ჩემი აჩვენებდა ესე ფანქარი აიღო და ეუბნებოდა აკაკი აიყურე როგორც ეს ფანქარი არ წაიქცევა აქ რო დავდებ ისი აი თვითმფრინავში რო დადო ფანქარი არ წაიქცევა საშიში არაფერი არ არისო და მართლაც აი ამ დღიურში აღწერს რომ თვითმფრინავი რო აფრინდა მე და გიორგი უყურებდით აბა რა რეაქცია ექნება აკაკი შანიძე მაგრამ ძალიან ბაშკაცურად ეჭირა ბოლომდე თავი ასე რომ ეს პრობლემაც მოიხსნა და შემდგომ აი ამ დღიურში აღწერილია მთელი პერიპეტიები როგორ ჩავიდნენ სიტუაცია დაახლოებით რთული, მოდი ესე ვთქვათ, იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ თვითონ ისრაელი არ არის შემდგარი სახელმწიფო, ხო სულ ახალ-ახალია, დანარჩენი ნაწილი სხვა სახელმწიფოა, სიტუაცია რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ეკლესია ეკუთვნის იერუსალიმის საპატრიარქოს, მაგრამ იერუსალიმის საპატრიარქო იორდანიის სამეფოშია. თუ კი რამ სირთულე შეიძლება ადამიანს ბერძნებს ეკუთვნით, ხო. დიახ, არის იქ, ანუ სირთულეში კიდე რაც გულისხმობ, რომ ფიზიკურადაც ვერ მიხვალ და ვერ მოხვალ, იმიტომ რომ ძალიან კარგად აღწერს თვითონ აი ამ მოვლენებს, ისინი, ვიცი, ფიქრობდი რა ადგილას ცხოვრობდნენ და დაახლოებით მე მივხვდი საცხოვრებელს, ისინი ცხოვრობდნენ იაფოს ქუჩაზე, დღეს უკვე იაფოს ქუჩაზე სასტუმროში, საიდანაც ხედავდნენ ძველ ქალაქს და ელეონის მთის ნაწილს. ანუ ესენი ძველ ქალაქს, სადაც იერუსალიმის პატრიარქია და არის ის ხალხი, ვისთანაც ამათ ურთიერთობა ჭირდებათ, არიან იქ, იორდანიის სამეფოში, ესენი თავად ისრაელში არიან ოფიციალურად ჩასულები და სულ უნდა ახერხონ ის, რომ იქნებ იქიდან, საერთოდ კედლის მიღმა ვინმე გამოვიდეს, რომ რაღაცის მოხერხება შეძლო. თუმცა მაინც არის ის, რომ გულით წასულ ადამიანს რაღაცა გარემო ღმერთი ყველა ეხმარება, იმიტომ რომ სულ იუმორით წერს ამ დღეურს, მაგრამ რაღაც ეპიზოდებს წერს იქ არქიმანდრიძე ფოტოაპარატი რუაჩუკა იმასთან რაღაც ის მოეხმარა. იცით რისი კითხვა მინდოდა? ამბებს აქედან მოუყვებით ჩვენ ისედაც მაყურებელს, მაგრამ როდესაც მამა დაბრუნდა იქიდან, პირველი ესეთი კითხვა მექნება, თავისთავად ალბათ იხსენებდა იქაურობას და ისიც ხად იყო, მე ჯერ ხო არ ყოფილა. არა, ვერ წავიდოდა ახლა ეს უკვე იმ დროში. ალბათ იქ ყოფი ბატონი შანიძეს და წერეთელიც რაღაცა ხდებოდნენ ხო თქვენ სახლში საუბრობდნენ რაღაცას იხსენებდნენ. თუ უფრო გვიან პერიოდის ახლა პატარაობის არა რაღაც ისეთი ეპიზოდები გახსოვთ, როგორი იყო მათთვის ის ამბავი, რომ წამოხვედი, გინდა არ გინდა შენ მემკვიდრეობას ტოვებ და საერთოდ არ იცი ჩახვალ თუ არა და ნახავ თუ არა მთელი ცხოვრების მანძილზე. ეხლა ეს იყო, ეხლა აი დღევანდელი გადასახედი და ძნელი წარმოსადგენიც არის ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით. რანაირი რეაქცია იყო და როგორ აი ბომბასავით გასკდა ეს ყველაფერი. აი იქ არის ის ტელეგრამა, რომელიც ჯერ აი ის მომენტი, როდესაც 6 ნოემბერს გაიწმინდა ეს ფრესკა რა პერიპეტიებთან იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი. თვითონ ეს წამალი თვითონ მიაკლიეს, რომლითაც გაიწმინდა. დრო ეწურებოდათ უკვე მოდიოდნენ.
რა სირთულეებთან შიგნით როგორ მოახერხეს აი იმ პიროვნებასთან იმ კაცთან რომელმა თვალი დახუჭა და ხო, თვალი არ შეუშალა ფაქტიურად ხელი და ნუ ადამიანურად ასე ვთქვათ ძალიან ისე იგონებდა მამაჩემი ამ პიროვნებას ამას რო არ ყოფილიყო რა თქმა უნდა არაფერი არ მოხერხდებოდა იმიტომ ის ხედავდა რა თქმა უნდა რასაც აკეთებდნენ მაგრამ აი ხელი არ შეუშალა და ბოლოს როდესაც გამოჩნდა ეს ფრესკა აი აქ არის უკვე აი თავის ხელით ჩაწერილი ვაშა გამოჩნდა ეს ფოტო იმავე დღეს გამოიგზავნა ტელეგრამა თბილისში და ეს ტელეგრამა აქ აი ბომბასავით გასკდა ეს იყო რაღაც განსაკუთრებული მოვლენა ეხლა აი ამ ფონზე რა ჩვენ ცოტა შევეხეთ ასე ვთქვათ მოკლედ და ეს შიდა პოლიტიკური ვითარება აი საზოგადოება ეძებდა რაღაცა მომენტს ეძებდა რაღაც ასე ვთქვათ мотиваციას იმისათვის რათა აი თავისი იდენტურობის თავისი ასე ვთქვათ ეროვნული ღირსების რეანიმაცია მომხდარიყო რაღაცნაირად აი ამ ურთულეს პერიოდში და სწორედ აი ეს მოვლენა გახდა აი ასეთი ბიძგი იმისათვის რათა მართველებს გაეხსენებიათ რუსთაველის რა თქმა უნდა არავის არ დავიწყებია ყველას კარგად იცოდა და რუსთაველი ასე ვთქვათ საუკუნეების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა მაგრამ აი ამ მოვლენამ გაცილებით დიდი მასშტაბი შეიძინა ვიდრე აი ფრესკის აღმოჩენა და რაღაცა სამეცნიერო ეს იყო ნამდვილი მოვლენა აი ჩვენი ერის ცხოვრებაში ამ მოვლენაზე მინდა დაგისვათ კითხვა იცით რა მოდი პირდაპირ ვთქვათ რა იყო მანამდე არაფერი არ იყო ალბათ იმიტომ რომ ჯერ იყო მეორე მსოფლიო ომი და ომისთვის ვის ძალიან მით უმეტეს საქართველოს იყო ის ქვეყანა რომელმაც პრაქტიკულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო თავისი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე იმის წინ იყო რაღაცა პატარა პერიოდი და კიდე მანამდე პირველი მსოფლიო ომი მერე საერთოდ ბატონყმობა და რაღაც ანუ ზოგადად მწერლობა რუსთაველის და ყველაფერი წესერთეულებისთვის არსებობდა მანამდე ხო ძველ დროში თქვათ რაღაცა სამეფო ოჯახისთვის და ესე რაც შეეხება მასობრივი ხასიათის მიცემას რამისთვის ნებისმიერ რამისთვის მოკლედ აღორძინების პერიოდი იწყება ომის შემდგომ პერიოდში. ამის თქმა მინდოდა. შესაბამისად რუსთაველის პოპულარიზაცია ის რომ დღეს ჩვენთვის რაც არის რუსთაველი რომ არის ეს ამბავი მაინც ამ ფრესკის აღმოჩენიდან იწყება და შემდეგ როგორც მე ვიცი სწორედ ამ ფრესკის აღმოჩენას და ამ ექსპედიციას მოყვება ის დიდი მოვლენა რაც ბევრს ახსოვს დღეს და ღვთის მადლით ცოცხალია ეს ხალხი ეს იყო რუსთაველის იუბილეი. ეს იყო ერთიანი პროექტი, ასე ვთქვათ, ეხლა ეს თანამედროვე ტერმინია უკვე. თქვენ სწორედ ბრძანეთ, სტალინის დროს რუსთაველის იუბილეი აღინიშნა მაშინ 37 წელს, მაგრამ ეს იყო, ასე ვთქვათ, აი დიდი საბჭოთა კავშირი აღნიშნავდა ამას, როგორც ასე ვთქვათ, საბჭოთა ინტერნაციონალიზმის, აი ამ ფილოსოფიის ფარგლებში და მოსკოვში, ასე ვთქვათ, იყო ეს მთავარი ცენტრი, სტალინს სჭირდებოდა და რომ თელ მსოფლიოს დაენახა აი საიდან მოდის ასე ვთქვათ ბევრი წერებოდა მაშინ უცხოეთში რომ რაღაცა ველური ტომიდან რაღაც აზიატი და ასე შემდეგ აი სტალინი მაშინ ამ პოლიტიკური იმით უფრო ხელმძღვანელობდა როდესაც საჭიროდ ჩათვალა შოთა რუსთაველის საერთაშორისო ასპარეზზე გამოტანა მაშინ ეს საკმაოდ პომპეზურად ჩატარდა მაშინ მოსკოვში, აი იქ არის დიდი ბიბლიოთეკა ლენინის სახელობის ბიბლიოთეკა, დღესაც ლენინის სახელობის არის, პირველი ბარელიეფი არის რუსთაველის და შემდეგ მე მგონი მოდის სოკრატე და არისტოტელე და ასე შემდეგ. მაგრამ ეს იყო მაშინ წმინდა რაღაც საბჭოთა მოვლენა და ძალიან ადრე. და ძალიან როცა არც ტელევიზია, არც არა, რა თქმა უნდა, ხო? ისეთი საერთაშორისო რეზონანსი მას ჰქონდა 37 წელია, ტერორის წელია, ყველაზე რთული წელია. სპეციალურად დაამტხვია მან, ჯერ 36 წელს აპირებდნენ ამ იუბილეის ჩატარებას, მაგრამ მე სპეციალურად მან დაამტხვია ორი დიდი იუბილეი, ერთი პუშკინის გარდაცვალებიდან 100 წელი და მეორე რუსთაველი კიდე ასე ვთქვათ, პოლიტიკურად სტალინისთვის იყო განსაკუთრებული. ეხლა
60 წელი და 60 წელი ეს ექსპედიციის წელი და 66 წელი სხვა ვითარება უკვე. ეს ტარდება საქართველოში, ეპიცენტრი ამ იუბილისა გახდათ მაშინ საქართველო, თბილისი და ეს იყო ნამდვილი ერთწლიანი დღესასწაული. ასეთი დიდი საერთაშორისო ფორუმი მაშინ საქართველოში კი არა საბჭოთა კავშირშიც არ ჩატარებულა. და ჩამოვიდა სტუმრები. სოფლიოდან ჩამოვიდა. ამ ასე ვთქვათ პროექტის ფილოსოფია დედააზრი ის გახდათ, რომ ერთი პოლიტიკური ასე ვთქვათ ამოცანა, რომ სოფლიოს დაენახა, რომ საქართველო არა მარტო ასე ვთქვათ სტალინის სამშობლოა, არამედ მას ყავს დიდი ჰუმანისტი, უდიდესი მსოფლიო მნიშვნელობის გენიალური შოთა რუსთაველი და ზოგადად კულტურის მატარებელი 1000 წელი. აი ასეთი ერი ვართ ჩვენ და ის რომ ასე ვთქვათ, აი საბჭოთა ხელმძღვანელობა ცდილობს ჩვენ საქართველოს დააბრალოს ის რაც თვითონ ასე ვთქვათ მოიმოქმედა ბოლშევიკური რუსეთის ლიდერმა და ლიდერებმა, ну, ასე ვთქვათ, საქართველოს აქ არაფერ შუაში არ არის და პირიქით მსხვერპლია იმ უბედურებისა თუ რაც დატრიალდა იმ რეპრესიების დროს. და ჩვენ ვარ დიდი კულტურის, დიდი ასე ვთქვათ, ჰუმანისტური იდეების, დიდი შოთა რუსთაველისა და საერთოდ დიდი ასე ვთქვათ, ისტორიისა და კულტურის მატარებელი ქვეყანა. აი სწორედ ამის გამოჩენა და წარმოჩენა იყო ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პირველ ეტაპზე ეს გახდათ ასე ვთქვათ, აი ექსპედიცია იერუსალიმში და მეორე ეტაპზე უკვე აი დააგვირგვინა ყველაფერი რუსთაველის იუბილემ 66 წელს. ამას მოყვა უამრავი რამ, ეს იქცა სახელმწიფო პროგრამად. ჩამოყალიბდა აქ ვეფხისტყაოსნის დამდგენი ტექსტის დამდგენი კომისია, რუსთაველის რა ქვია კომისია, თვითონ საორგანიზაციო კომისია, რომელშიც შევიდა, ასე ვთქვათ, მთელი ელიტა ჩვენი სამეცნიერო, კულტურული, რუსთაველის პრემია და ჩამოყალიბდა მაშინ შეიქმნა და რამდენიმე სახელი ეწოდა რამდენიმე სახელი მაშინ ესე ვთქვი დაიდგა მაშინ უამრავი ძეგლი მთელ საქართველოში შეიქმნა უცხოეთში რუსთველოლოგიური centrები, ითარგმნა უამრავ ენაზე. მამაჩემი თვითონ დადიოდა უცხოეთში, ევროპის ქვეყნებში და სათითაოდ ხვდებოდა ყველას, ვისაც ასე ვთქვათ, მერე იწვევდნენ აი ამ იუბილეზე და იქ ჩამოვიდა თელი, ასე ვთქვათ, აი დასავლეთის ელიტა, აი კულტურული მეცნიერები, მწერლები, ქართველოლოგები მათ შორის და ასე შემდეგ. აი ეს ფორუმი ჩატარდა ჯერ თბილისში, შემდგომ ბორჯომში, შემდგომ სულ ყველა ერთად ეწვია მესხეთს, ვარძიას, მე იქ გახდით პატარა ვიყავი, ვიმეორებ, არც თუ ისე პატარა, უკვე 15 წლის ვარ და ამას ჰქონდა ძალიან დიდი რეზონანსი თელ მსოფლიოში. რასტორი შედეგი. რეზონანსი ერთი, მაგრამ შედეგი, იმიტომ აი ასე წარმოჩნდა მაშინ საქართველოს ვიმეორ, მაშინ არ იყო ახლა ეს CNN-ით არ გადაიცემოდა, რა თქმა უნდა, მაშინ. კი, მაგრამ დღესაც კი მაინც აი რომ ფიქრდები, როცა უცხოეთში მიდიხარ, მე ხარ გულისხმობ ისეთ ხალხს, ვინც არაფერი არ იცის, მაგრამ ქართველი მაინც ასოცირდები, რომ რუსთაველის ქვეყანიდან ხარ, ანუ საქართველო და რუსთაველი იქცა განუყოფელად, რაც მოყვა აი ამ ერთ ექსპედიციას და ერთ ფოტოს. რაღაც უნდა კითხოთ ერთი ესეთი ამბავი, იცი? იმ პერიოდის ამბები თქვენ უკეთ იცით და როდესაც დღიურს კითხულობ, აქ ორი რამ იკვეთება, მე მგონია. ერთი რომ ცხადია ამ ადამიანებს უნდათ იპოვონ ეს ფრესკა. მეორეა ის, როდესაც ვიღაც სპეციალისტები სხვადასხვა მიყავთ, ისინი ხედავენ გამობურცულს, რომ შავის უკანაშკარად კონტურებია და ნუ ფაქტია, რომ უკვე ხვდები, რომ აქ ეს ფრესკა უნდა იყოს. და მეორე ბუნებრივი არის პასუხისმგებლობის მომენტი, ხო, რომ ეხლა შენ მართლა გამონაკლისია, საბჭოთა კავშირმა გამოგიშვა, რაღაცა დაგაფინანსეს, დაფინანსებაზე უკვე ხელის ამბავიც არის, რომ რაღაცა შედეგამდე მიხვიდე, მაგრამ
და როგორ ნერვიულობენ ეს ძალიან აღწერილია სანამ გამოჩნდება ეს და მე როგორ წმენდან ეს თვალწინ მედგა ეს კადრებივით ეს ამბავი მკითხვა ესეთი მაქვს ვთქვათ და ვერ ეპოვათ ეს ფრესკა ანუ ვერ ის კი არა რომ ფრესკა არ იყო უბრალოდ ხო შეიძლება და ვერ მოეხერხებინათ იმ რაღაცა სითხების მოძებნა თავად გასუფთავება და დაბრუნებულიყვნენ ასე ვთქვათ ისე რა მე არ ეხლა კი არ ვამწოვებთ რაღაცა უბრალოდ მაინტერესებს რა შეიძლება და ყოფილიყო ამაზე რეაქცია თქვა საბჭოთა კავშირში იმ ყველაფრის მერე რომ როდესაც თქვა ნუ ხრუშოვთან ჩადიან და ხრუშოვი თავად ასე ვთქვათ ნებართვას იძლევა და ხელს უწყობს და თქვა რა შეიძლება ყოფილიყო თუ არ იქნებოდა შედეგი იყო რაიმე ამისი რაღაცა საფრთხე მაინც რამენაირი აი არ ამბობდა ხოლმე მაგრამ სიტყვაზე რო არ გვეპოვა აი მე ესე ნუ ეხლა მამა ჩემი მორწმუნე კაცი იყო არ იყო ეხლა ძალიან ეკლესიური არ იყო მაგრამ მორწმუნე კაცი იყო და ეს მოჩანს კიდევაც მის ლექსების ციკლში პალესტინა აკაცი ადგილებს და ესე იგი ეს იმ ხელა იმპულსი იყო მისთვის ემოციური რომ აი ეს ციკლი მაშინ ამის შემდეგ შეიქმნა ზუსტად და შემდეგ რუსთაველის ნაკვალებზე მოყვა ამას ციკლი ლექსებისა თვითონ ამბობდა ხოლმე ხშირად რომ ამ ექსპედიციის შემდეგ ჩემი პარტია გახდა რუსთაველი და სწორედ აი ამ ნაკვალებზე და მის ნაკვალებზე გადავწყვიტა სიარული რადგან ეს არის გზა რომელიც ასე თქვა თვითონ დიდმა შოთამ დაგვისახა და ბევრს ამაზე ხუმრობებიც იყო ამის შესახებ და ასე შემდეგ ასე რომ ნუ რო ვერ მიეკვლიათ ალბათ ნუ იქნებოდა ლოცვრება და შეიძლება დღეს საერთოდ ჩვენი ინტერვიუც არ ჩაგვეწერა იმიტომ რომ იყო მცდელობა რაღაცნაირად დარჩებოდა ეს ისტორიაში ალბათ მაგრამ ისე ასე რომ მაგრამ ისტორიაში უფლის ხელი რა თქმა უნდა ამაში ერია აშკარა რადგან ეს აქ ვიდეოს მაგიდაზე მაგრამ მე ერთ რაღაცას გეტყვით იცით ჩემი და გიორგის სახელით და საერთოდ ჩემ ემოციას გეტყვით როდესაც აი რა იყო შედეგი თუნდაც ბატონ ირაკლის ექსპედიციის როდესაც სულ პირველად ბევრი წლის წინ ჩვენ ჩავედით იერუსალიმში ცხადია სხვა ქართულ მონასტრებთან ერთად გული მიგვიწევდა და ყოფილი როცა არ გინახავს ჯერ არასდროს პირველად ხარ ქვეყანაში გვენახა შოთა რუსთაველის ფრესკა გვენახა იერუსალიმის ჯვარის მონასტერი და მე პირადად ეხა ყოველგვარ ფამილიარობის გარშემო ვამბობ ჩემ გულწრფელ ასოციაციას. იცით როგორ მომენტი იყო, ზუსტად ხო არ იცი, როცა ფიზიკურად არ ხარ ნავყოფი, სად არის ეს ფრესკა და შესასვლელიდან ხო უკანა მხარეს არის, უნდა შეხვიდე და შემოტრიალდე. და როდესაც ტაძარში შევედი და ამ სვეტისკენ შემოვტრიალდი, სადაც იყო შოთა რუსთაველის ფრესკა, გულწრფელად გონიათ, მე შოთა რუსთაველი მარტო არ დამინახავს, იმიტომ რომ მე აი ამ ფრესკასთან ერთად ვხედავდი აი ამ ფოტოს. იმიტომ რომ ეს ფოტო ბევრჯერ მქონდა, იცი, ნანახი და შოთა რუსთაველის დანახვისთანავე მე დავინახე გიორგი წერეთელი, დავინახე ირაკლი აბაშიძე და დავინახე აკაკი შანიძე. აი ის რაც ჩემ მეხსიერებაში იყო ჩარჩენილი, 4-ვე ფიგურა ჩემთვის იყო იმ დროს ერთი. და ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ აი ნახე კიდე რითი ვიყავი ბედნიერი, ჩვენ უკვე რამდენი წელია კვლევებს ვატარებთ, ხო? ქართული კულტურის მემკვიდრეობის და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა დღეს 21 საუკუნის ადამიანს, რომელიც 2026 წელს ცხოვრობს, რომ მის უკან დგანან აი ასეთი ლომები, რომლებმაც აი ამ უდაბნოში შეძლეს მარტოებმა. აქ ხო ყველაფერი აღწერილი, ეგრად ის დახმარება რაც იყო, ის მიზერული იყო რეალურად, ხო, მაგრამ მარტოებმა შეძლეს ქართულად ევაშკაცად და ეპოვათ შოთა რუსთაველი. და ეს ფოტო, რომელიც გაიწმინდა, გამოჩნდა 6 ნოემბერს 1960 წლის და 7 ნოემბერს უკვე დილით კიდე ერთი სირთულე უნდა გადაელახათ, უნდა მოეყვანათ ფოტოგრაფი ალფრედ ბერნჰაიმი, რომელსაც უნდა გადაეღო ეს, ახლა ისე პორტა მოვიდოდნენ. და რა სწორედ ფირი უნდა გქონოდათ. ფირი უნდა გქონოდათ და აი ესეც მოხერხდა, ეს უკვე 7 ნოემბერს გადაიღეს ამის ფოტო, ამის ფირი
აი ეს ორიგინალი, დიახ, ის ორიგინალი სახში გვაქვს, ვიკიდია, აი ეს ფოტო ზუსტად აი ამ ალფრედ ბერნჰაიმის მასაც კი ეყურებოდა მამა ჩემი ტყავი კი გავუეზრო, იმანო ერთი სამჯერმედი გადაგვახტევია მაგას ვინჩი ვისო თქვა. შესანიშნავი ფოტო, შესანიშნავი ხარისხის, აი ეს ჩამოიტანეს და ფირებისად ინახება. თუ ვიცით. აი კარი კითხვა, ფირებისად ინახება. ორიგინალი სახშია ჩვენთან და ფირებისად ინახება. მოვიკითხოთ მაინც, ხო? მოვიკითხოთ. იმიტომ რომ იქ ყურადღება მივაქციეთ, რომ იქ ფერადი ფირიც უნდა იყოს. ანუ ფერადი ფირიც გააკეთეს, შავ-თეთრიც გააკეთეს, ამაშიც ფული იხადეს და ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ბატონი აკაკის ექსპედიციის მერე ეს ფრესკა არაერთხელ დაზიანდა. დიახ. არაერთხელ დაზიანდა და შესაბამისად რესტავრაციაც არაერთხელ გაუკეთდა. მაგრამ საინტერესო იქნება თუ ეს ფერადი არსებობს, ის ფერი რა იყო მაშინ შოთა რუსთაველისა. საინტერესო იქნება ამის ნახვა. აი თვითონ ეს ფერადი აგერ გვაქვს. ერთ ეპიზოდსაც კიდე ვიტყვი და მეც დროს აღარ წაგართმევთ. ეს დღიური თვითონ ბატონ ირაკლის წერის მანერაზეც მინდა ორიოდე სიტყვა თქვა. რომელშიც აი ეს ქართული ბუნება ჩანს, იცი? კარგად ძალიან. რო კითხულობ და არსებობს ეს წიგნი და რა ვიცი, საინტერესო იქნება ეს ბევრმა წაიკითხოს. ბევრი რაღაც გიდგება თვალწინ. ხალხი არის აბსოლუტურად გაჭირვებულ მდგომარეობაში, მოდი ობიექტურად ვთქვა, ხო, სადღაც გადახვეწილი, ხა ეს ლამაზად მოყოლილი ისტორია ერთია, მაგრამ არის მეორე რეალობა, უდაბნოში სადღაც არის გადახვეწილი ეს ხალხი. შენ თვითონ ხარ შენი თავის პატრონი, ხან ცხელად, ხან წყალი არ არის, ხან ისი არ არის და შენ უნდა მოახერხო ეს ყველაფერი. მაგრამ იქ ერთი ესეთი ქართული დეტალია ძალიან კარგი, რომ მე არ ვიცი სასმელით ვინ მოამარაგა ისინი ამდენი სასმელით, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრი ჰქონდათ წაღებული და ძალიან კარგი იუმორი, თქო ცოტა სიმწრის იუმორიც არის აქ რაღაცა დოზით, აღწერს იმას, როგორ აკეიფებდნენ ესენი მიცემდნენ ამ ღვინოებს, ქართულ ღვინოებს, რომ იქ ვიღაცა ბერმონაზურს და კიდე ვიღაცებს, სანამ ისინი მოკლედ სვავდნენ, ესენი იმ დროს შრიდნენ ამ საღებავს კიდევ და კიდევ. ფოტოაპარატი ესე იგი დიდი ამბით ვაჩუქეო, როდესაც ვკითხეს, რამეს ისე სხვა არ ააგერ, საერთოდ ეს ფოტოაპარატი ასე თქვა და მაშინ ამას იქაც ქონდა გამოხმაურება გარკვეული პრესაში დაიბეჭდა იქ იყო სტატიები ამის შესახებ გვაქვს ეს ფოტო ასლები აი ამ სტატიების ასე რომ ადგილობრივმა პრესამაც ის სამეცნიერო წრეებთან ქონდათ შეხვედრები ეს ყველაფერი აღწერილია წიგნში ამას ყურადღება მიაქცია და ეს ასე თქვა იქაც უკვალოდ იქაურმა მეცნიერებმა ასეთი რამეც კი შესთავაზეს, რაც დღიურში აღწერილი, რომ მან შოთა რუსთაველი საფლავიაო და მოეპოვებინათ გათხრების ნებართვა, რაც ვერ მოახერხეს უკვე იერუსალიმის საპატრიარქოდან ამის მოხერხება, თან ცოტა დღეებიც იყო ფიზიკურად და იქ არის კიდეც ერთი ესეთი ფრაზა, რომ გამოდიოდით მონასტრიდან, ერთ-ერთი კელიდან კიბე ჩადიოდაო და მე მგონი გიორგი წერეთელზე ამბობს ესე ჩაილაპარაკა, რომ აჰა, ესეც შოთა საფლავიო. მაგრამ ჯერჯერობით შოთა რუსთაველის საფლავი ჩვენც როგორც ვიცით და ბერძნები დღესაც იმას ამბობენ, რომ შოთა რუსთაველის საფლავი ნამდვილად იქ არის, მაგრამ ჯერ ჩვენ ეს არ გვინახავს, თუმცა ჩვენ დაგვრჩა უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც დღეს ძალიან გვინდოდა, რომ გაგვეხსენებინა ამ ადამიანების დიდი ღვაწლი გაგვეხსენებინა, იმიტომ რომ თუნდაც დღეს ჩვენ რომ ყველაფერს ვიკვლევთ, ჩვენთვისაც მამოძრავებელი ძალა სწორედ ერთ-ერთი ეს ექსპედიცია იყო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შენ აქ ხარ დასრულდა კვალი. შობელი მიწის ეს მედო ვალი აქ შენი მშვიდი ნაბიჯი შეწყდა. აქ დაწყდა ცრემლი ხმელეთს რომ რეცხდა. დგავარ შენ სახლთან, შენ ჩამქრალ ცეცხლთან, წუხილი მესხდა, ძახილი მესხდა.